გამარჯობათ. უფალმა თქვა, ამით გიცნობენ, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ ერთმანეთი გეყვარებათო. რა არის სიყვარული? სიყვარული არის მადლის მოქმედება ადამიანში. სიყვარული არის ღმერთის თვისება, ღმერთის არსი. არანაირი ადამიანური ჭკვიანობით ამისი მოხვეჭა საკუთარ თავში არ შეიძლება. საუკეთესო შემთხვევაში არის ხოლმე სიყვარულის იმიტაცია. სიყვარული ადამიანში ინერგება სულიწმიდის მოქმედებით. როცა ადამიანისთვის უცხო ადამიანი არ არსებობს. ყველა ძვირფასია, ყველა ერთადერთია და განუმეორებელი და ვერავის ვერ იმეტებს ტკივილისთვის, განსაცდელისთვის, მით უმეტეს ჯოჯოხეთისთვის. მადლი არის სამება ღმერთის ენერგია. თუ ადამიანი მოღვაწეობს, შრომობს, თუ არის ეკლესიური, ხშირად ეზიარება. ღვთის ეს თვისება ადამიანში ნელ-ნელა იწყებს დანერგვას იმის შესაბამისად, როგორც ეს ადამიანი მოღვაწეობს. თუ ვითომ მოღვაწეობს, მაშინ სიყვარულიც მცირედი იქნება. თუ მთელ თავის ძალებს ჩადებს ამაში, მაშინ განწმედის შესაბამისად სიმდაბლე და სიყვარული ამ ადამიანში მოიმატებს. ადამიანთა ურთიერთობები ეს არ არის მხოლოდ სიტყვების გაცვლა-გამოცვლა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ეს არის ხოლმე სულიერი კონტაქტი. სიყვარული ეს არის პირადობის დამადასტურებელი საბუთივით, რომ ვინც მოვიდა, შენიანია, ღვთისგან გამოგზავნილია. და თუ სიყვარული არ აქვს, ესე იგი რაღაც დეფექტურია, რაღაც პრობლემურია, შენიანი არ არის. უამრავი ასეთი საუბარი მომისმენია და სადაც სიყვარული არ იყო, იქ კონტაქტიც არ შედგა. ანტონი დიდის ცხოვრებაშია ასეთი შეკითხვა. როგორ ვიცნოთ, ანგელოზი მოვიდა თუ ეშმაკი? როცა ანგელოზი მოდისო, ჩნდება გულის სიტყვათა დაწყნარებულობა. აქ არის სიჩუმე. სიყვარული, სიხარული. როცა ეშმაკი მოდისო, მაშინ არის შფოთი. გონებაში არის ქარიშხალი. ადამიანს იპყრობს შიში და ძრწოლა. ჩვენ როგორც ღვთისხატებები, სადაც მივალთ, უნდა მივიტანოთ სიმშვიდე, სიყვარული. თუ ჩვენი მისვლით ადამიანები ძრწოლაში ვარდებიან, ესე იგი ჩვენ თავში ვატარებთ რაღაც პრობლემას. ქრისტიანი უნდა იყოს ალტერნატივა სამყაროში, სადაც ყველა თავისთვის არის. მე ხშირად დამიფიქსირებია, როცა ადამიანებს სიყვარულზე ველაპარაკები, ვერც კი იგებენ ხოლმე რას ეუბნები. სულ გონიათ, რომ რაღაცა მჭირდება, რაღაცას გეგმავ. 5, 10, 20 წლის მერე რაღაც უნდა ვთხოვო და თადარიგს ვიჭერ. სიყვარული ვეღარ წარმოუდგენია ადამიანს. და წესით, ქრისტიანი ეს უნდა იყოს ალტერნატივა აი ამ უბედურ წუთისოფელში. როგორც ჯანგიან ძველ მანქანებში გაივლის ხოლმე ახალი და ძვირფასი. როგორც ავადმყოფებში გამოჩნდება ხოლმე ახოვანი და ჯამრთელი. როგორც მახინჯებში გაერევა ლამაზი. ასე უნდა იყოს ქრისტიანი წუთისოფელში. თქვენი გარშემომყოფები უნდა აფიქსირებდნენ, რომ თქვენ გაქვთ რაღაც არა ადამიანური. ის, რასაც მაღაზიაში ვერ იყიდი. რაღაც მოუხელთებელი. და რომ ეს არის ძალიან კარგი, რომ უამისოდ ცხოვრებას აზრი არ აქვს. ეს იქნება იმ ტალანტის დადება სავაჭროდ, რომლითაც ვაჭრობა ბატონმა დაავალა თავის მონებს, გახსოვდეს იგავი ტალანტებზე, მოვიდაო 5-ის მიმღები, 5 მოიტანა და ასე შემდეგ. თუ ადამიანს სიყვარული არ აქვს, ის მეორე ადამიანს ღვთისთვის ვერ მოიმუშაკებს. რაც არ უნდა გაუნათლებელი, უცოდინარი და არაეკლესიური იყოს ადამიანი, ის დააფიქსირებს, რომ შენ არა გაქვს მთავარი სავიზიტო ბარათი, ეს არის მადლი. თუ მადლი გაქვს, შეიძლება მაინც არ მოგისმინოს, მაგრამ მის გონებაში დარჩება შთაბეჭდილება
რომელსაც ის ვერ მოიშორებს და გავაძლები თვითონ ის ადამიანი მოვა მერე აღსარებაზე. მერტო გაგახაროთ.